სიჩუმეა ქუჩებში, ხსებიც დანისრულია, მეკითხები ჩურჩულით, გუშინ რატომ არ თოვდა? ეს წვეთებიც ფანჯრებზე, შენზე დანიშნულია, შენს თვალებზე მეტი ხომ, არაფერი არ მქონდა. პოეზია სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს. ეს არის უთქმელი სიტყვების ფურცელზე აღბეჭდის ხელოვნება. ანა თხელიძე, პოეტი. ჩემთვის პოეზია ზეცისა და მიწის დამაკავშირებელი ხიდია. როცა ვწერ, თითქოს ღრუბლებზე დავდივარ. თითქოს ფრთები გამომსხმოდეს და მიმფრინავ იქ, სადაც შესვლა აკრძალულია. ყველა ასოს, ყველა ბგერას შემიძლია დავეყრდნო და სული მოვითქვა. წერა დავიწყე ღრმა ბავშვობიდან, როცა ვეტრფოდი ბუნებას, სიმწვანეს, ყვავილებს და შესაბამისად ჩემი ლექსებით ვცდილობდი გამეგო ბუნების საიდუმლოება. მერე იყო ომი და ჩემი ლექსის სტრიქონებიც იყო გაჟღენთილი სისხლით, ცრემლით და ლოცვით. ახლა კი ჩემი პოეზიის მასალა პირველ რიგში არის გრძნობა. ჩემს ლექსებში მთავარი ადგილი უკავია სიყვარულს. ეს არის უმაღლესი ადამიანური თვისება და ბედნიერება. როგორც ჰიუგო იტყოდა, პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. დასაწყისში იყო კითხვა. კითხვის სიყვარულმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩემი წერის უნარების განვითარებას. დავიწყე წერა და გადმოვცემდი არა მხოლოდ ჩემს გრძნობებს, არამედ სიამაყის განცდას მეუფლებოდა, რადგან მე ეს შემეძლო. გავხდი უფრო თავდაჯერებული. პოეზიის სიყვარული ჩემთვის კარგ ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცა. უცეთი განთიაც, ის ხომაც ვიგლოვე, მაწვიმდა, დავაშრია მთმებით სისველე, ხის ბოლოს გრძნობები უჯრაში ვიპოვე და როცა მოხვედი, ცრემლებით გიშველე.